კვლავ აქტუალურ თემით განვაგრძობთ გადაცემას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ახალი სტრატეგიის თანახმად სფეროში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. რა სიახლეებიელით პედაგოგებს და შეეხება თუ არა ცვლილება რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებსაც. მარიამ ადამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა და ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს სტრატეგიის დეტალებს. მარიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 4 წლიან სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი მიმდინარე კვირაში დამტკიცდება და მისი პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიმართება. სტრატეგია დაახლოებით 1 წლის მანძილზე მუშავდებოდა და მსგავსი დოკუმენტი ცენტრს აქამდე არასდროს ჰქონია. დოკუმენტი მოიცავს მომავალი 4 წლის პერიოდს და მიმართულია ცენტრის განვითარებისკენ. სტრატეგიის ძირითადი ხაზია არსებული სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. ანუ ცენტრი არ უნდა იყოს ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე და მხოლოდ ერთი კომპანია არ უნდა ატარებდეს პედაგოგებისათვის ტრენინგებს. ამიტომ დოკუმენტის თანახმად იგეგმება მეტი კვალიფიციური მოთამაშის შემოყვანა ამ სფეროში, რომლებიც შესთავაზებენ პედაგოგებს როგორც კვალიფიციურ ტრენინგებს, ასევე გადამზადების კურსებს. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მუშავდებოდა ეს სტრატეგიის დოკუმენტი გავლილი იქნა დაგეგმარების ის ყველა ეტაპი, რომელიც ანალოგიური დოკუმენტის შექმნისთვის არის საჭირო. ჩატარებული იქნა ეგრეთ წოდებული SWOT ანალიზი, სიტუაციური ანალიზი, გაანალიზებული იყო წინა პერიოდის ის მოღვაწეობა ცენტრის, რომელთაც და ის აქტივობები, რომელსაც ცენტრი ახორციელებდა. სტრატეგიის თანახმად გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები. ესენია პროფესიული სტანდარტების შემუშავება, განვითარებისა და კარიერული წინსვლის დანერგვა და ხელშეწყობა. მესამე მიმართულება კი მიზნობრივი პროგრამების წარმოება. ასევე სიახლეებიელით რეგიონის მასწავლებლებსაც. არ იქნება ცენტრალიზებულად მხოლოდ თბილისზე მიბმული ეს აქტივობები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ სისტემის თითოეულ დაინტერესებულ წევრთან მივიდეთ და ადგილზე შევთავაზოთ მისთვის მის საჭიროებებზე მორგებული სერვისები და მომსახურება. ანუ სიახლეები გულისხმობს ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთსა და ახალციხეში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის აშენებასა და დანერგვას. შესაბამისად, ყველა მომუშავე პედაგოგს საშუალება ექნება ხელი მიუწვდებოდეს ტექნიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, ხოლო პროგრამები, რასაც ცენტრი შესთავაზებთ, მორგებული იქნება კონკრეტული მასწავლებლების კონკრეტულ საჭიროებებზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა იქნება და მისი განვითარება დახვეწაზე დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული, თუმცა მიუხედავად ამისა, ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია არ არის საბოლოო. 4 წლის განმავლობაში ის უფრო დაიხვეწება. გამოიკვეთა რისკები და გამოწვევები, რის შედეგადაც გარკვეული ცვლილებები შევა დოკუმენტში, ხოლო სავარაუდოდ 5 თვის შემდეგ ცენტრი უფრო ჩამოყალიბებული და მორგებული იქნება ქვეყანაში და ზოგადად ამ სფეროში არსებულ საჭიროებებზე. საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა ამათისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ფულს დებს ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. პედაგოგებს მოგეხსენებათ და საერთოდ განათლების ადმინისტრატორებს და განათლებას ჩართულ ადამიანებს დროის მხრივ ძალიან მწირი საშუალებები აქვთ, ხარჯსაც მოითხოვს. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გაუადვილოთ პედაგოგებს ამ ტრეინინგების და ანალოგიური კურსების გავლა. ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ რამდენი იქნება 2016 წლისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი და როგორც გარკვევა ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხა 14,76,000 ლარია. ძირითადი თანხა კი გადანაწილდება პროგრამულ დაფინანსებაზე, თუმცა უფრო კონკრეტულად როგორ გადანაწილდება თანხები და სად იქნება ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი აკუმულირებული, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა მარიამ, განათლების თემას ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ისევ მიუბრუნდებით და კომპეტენტურ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. პრემიერის